ექსპო ჯორჯიას მესამე პავილიონში ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების ყრილობა მიმდინარეობს, რომელზეც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით პარტიის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც ამ დრომდე ირაკლი ალასანიას ეკავა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ყოფილი წევრი და საპატრიარქოს ფონდის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დაიკავებს. დეტალებს ჩვენი ჟურნალისტი გვანცა პაპავაძე გაგვაცნობს. გვანცა გისმენთ. მეორე ყრილობა სულ ცოტა ხანში დაიწყება, სადაც ჩვენი საქართველოს თავისუფალი დემოკრატების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. თავმჯდომარის კანდიდატურად წარდგენილია ირაკლი ქადაგიშვილი. ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტია უკვე ახალი თავისუფალი დემოკრატების სახელით განაგრძობს საქმიანობას. დღესვე იმსჯელებენ თვითმმართველობის არჩევებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმებზე. აქ მოწვეულია დაახლოებით 700-მდე სტუმარი უკვე მოვიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ელოდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიზინა ივანიშვილს, იუსტიციისა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად. ჩვენი პარტიის სამომავლო გეგმები დაკავშირებული არის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პარტიის სტრუქტურულ გაძლიერებასთან. ბატონ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ამით იყო განპირობებული, რომ მას ახალი პოზიციებიდან იმდენი დრო აღარ ექნებოდა პარტიული ცხოვრებისათვის და თან არც გვინდა, რომ პარტია იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის სახელთან გაიგიავებული, არამედ პარტიაში მოხდეს ახალი ადამიანების წინ წამოწევაც. ბატონ ირაკლი რჩება ჩვენი გუნდის ჩვენი პარტიის პოლიტიკურ ლიდერად და ამავდროულად ჩვენი უახლოესი მიზნები, რა თქმა უნდა, უკავშირდება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების მზადებას და განსაკუთრებული აქცენტი ჩვენ გვექნება თვითმმართველობის არჩევნებისათვის. ჩვენ ვართ გამარჯვებული პოლიტიკური ძალა, სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, რომლებიც შედიან კოალიციაში, ქართულ ოცნებაში, ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა ის დანაპირები, რომელიც გავეცით ასე უხვად და რომელიც ჩვენ მოაქციეთ ჩვენ წინა საარჩევნო პროგრამაში, ჩვენ დავიწყეთ უკვე ამ დაპირებების აღსრულება და ვფიქრობ, რომ პარტია ბევრად უფრო მობილიზებული იქნება, ბევრად უფრო განწყობილი გამარჯვებისთვის. მე შეგახსენებთ, რომ პარტიის ლიდერი აქამდე ირაკლი ალასანია იყო, თუმცა თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ მან თავმჯდომარეობის პოსტი დატოვა. თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი კი აქტიურად მონაწილეობდა 80-იანი წლების ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში, ასევე იყო 9 აპრილისა და აფხაზეთის ომის მონაწილე. გარდა ამისა, ის ხელმძღვანელობდა სხვადასხვა დროს საქართველოს სახელით წარმოებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოლაპარაკებებს. ბოლო დროს მუშაობდა პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში. ახლა კი ის მუშაობს პარტია თავისუფალი დემოკრატების პარტიაში და აირჩევენ თუ არა მას პარტიის თავმჯდომარედ, ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი. დიდი მადლობა, გვანცა.